გვინდა გავაგრძელოთ საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სპორტზე. კი, გაგაცნობთ ახალ ადამიანს, რომელიც არის ლუდვიგ ღაღანიძე, უკვე 55 წელია ფარიკაობის ხელოვნებას ასწავლის, როგორც თვითონ ამბობს, ყოველთვის ფარიკაობაზე ფიქრობს და ცდილობს ამ დიდი ტრადიციების მქონე სპორტის სახეობაში სიახლეები შეიტანოს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ეწვია ბატონ ლუდვიგს და მასზე სიუჟეტიც მოგვიმზადა, ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დაგიბრუნდებით სტუდიაში. ცხოვრების ელექსირია და დიდი სიყვარულია. ვიმოხდები დიდი სიყვარულით, დიდი ენერგიით, როდესაც შემოვდივარ დარბაზში და ვმუშაობ ჩემ აღსაძლებელთან. ეს არის მუზარადი, ეს არის საფარიკოვი იარაღი, რაპირა. საზოგადოებრივ ფარიკაობაში არის 3 იარაღი. რაპირა, ხმალი, დაშნა. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება წონით, ზომით და საზიანო არეთით. წარმატების საიდუმლო არის იმ სპორტისადმი სიყვარული და დიდი შრომა. ძალა, სისწრაფე, სიმართლე, გამძლეობა, მოქნილობა, კოორდინაცია და ელასტიურობა. აი, ფარიკაობა სპორტის ისეთი სახეობა, ამ 7 ჩამონათვალ პლუს ტექნიკა, ტაქტიკა. ამ 7 ჩამონათვალიდან მოფარიკავის ერთ-ერთი თუ აკლია მაინც. ის ვერ გახდება. დიდი მოფარიკავი ვერ გახდება. იმ პედესტალზე ვერავა. დილი 10 საათიდან იწყება ჩემი სამწნორო მოღვაწეობა. თუ არის ესეთი დღეები, 1-2 დღე ვერ გამოვალ სახლიდან და ვერ მოვალ. აი ვარ რაღაც დამზიმებული, უხასიათოდ და აქ რომ მოვდივარ ენერგიით ვიხსები. ეს ეგარო სიცოცხლის წყაროა ეს დარბაზი ჩემთვის. სალამი ბავშვებო, სალამი. ვარ 79 წლის. უკვე 55 წელია ვემსახურები ფარიკაობის ხელოვნების სწავლებას. წინ პირველი რომ მოდის ჩემთან აღსაძელი, მას ვასწავლი სიყვარულს, ფარიკაობის სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს და ვასწავლი ქცევას, როგორ უნდა მოიქცეს. მით უმეტეს, რომ ფარიკაობა არის სპორტის რაინდული სახეობა და მოფარიკავეს არ შეეფერება სხვანაირი საქციელი. საერთოდ ფარიკაობის ხელოვნების სწავლების ძირითადი ფორმა არის ინდივიდუალური გაკვეთილი. ესე ყველა მოსწავლესა მუშაობთ ინდივიდუალურად. და ასეა, გამონათქვამი არის ასეთი, რა დონის მოსწავლე ყავს, იმ დონის ფარიკაობის მასწავლებელი ხარ. ზოლა ყურადღება, ჰოპ! ორთაბზოლა იწყება მისალმებით. რას ნიშნავს ეს მისალმება? რომ ეს გამოუთქმელია, ჩვენ ვიბრძოლებთ ახლა რიგზე ფარიკაობის წესების დაცვით. და იქ წესების დარღვევა არ შეიძლება. ფარიკაობა არის ჩხვრეტის მიყენების ხელოვნება და არის კიდე ასეთი, ყველაზე დიდი მთავარი. შეეხედა არ შეგეხოს. ესე რას ნიშნავს? სულ გამარჯვებული იქნები. შენ უნდა შეეხო და იმან არ შეგეხოს. უნდა დაიცვა თავი. დათხართ? დაიწყეთ. როცა თქვენი მოსწავლე წარადგენს ქვეყანას. დიახ. რა შეგრძნება არის ეს თქვენთვის? გაძაბული ვარ იმისთვის, რომ აი როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოს, როგორი ეასპარესებს. ძალიან რთულია იმისი თქმა. მის წინ დგას ცოცხალი ადამიანი. აქ არის 2 ტვინის ბრძოლა. 2 ტვინის ბრძოლა, რომელი ტვინი აჯობებს, ის იმარჯვებს. საფარიკაო სპორტი ისეთი სპორტის სახეობაა, თავშეკავებულ ადამიანებს უბიძგებს გარკვეული რისკებზე წავიდნენ და დიდ აღელვებული ადამიანებს ასწავლის თავშეკავებას ასწავლის. მე თითქმის 24 საათი როდესაც არ ვძინავ, ყოველთვის ფარიკაობაზე ფიქრობ და ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც ახალი შევიტანო. ეხლა გაგეცინებათ და ძალიან დიდი სურვილი მქონდა ყოფილიყავი ექიმი, ან მშენებელი. ეს ანატომია, ფიზიოლოგია. აი დღესაც ვიცი, დღეს რო გამეყანო გამოსტაზე გავიდე, აი მონიტორთან დავიდე კითხვები, ეჭვი არ მეყარება რომ ჩავაბარე. კარგი ექიმი ვიქნებოდი. საბოლოო ჯამში აღმოჩნდით მასწავლებელი. კი, აღმოჩნდით ფარიკაობის ხელოვნების მასწავლებელი, რასაც არ უნანო, იმიტომ რომ მე ასე მგონია ვაკეთებ სიკეთეს, სანამ შემეძლება ფეხზე დგომა, მოძრაობა და ტვინი როდესაც იმუშავებს, მანამდე მაქვს დიდი სურვილი რომ ემსახურო ქართული ფარიკაობის განვითარებას და აღორძინებას.